ძლიერ არგუმენტს. პირველი სამეფო ოჯახი ეს არის კონსტიტუციის გარანტი და ქვეყანაში წესრიგის გარანტი. რომ ქვეყანა არ იქნება მიტაცებული არანაირი ნაცქოცური პოლიტიკანური კლანების მიერ და ესენი ვინც იქნებიან არიან მოხელეები და მოვლიან, წავლიან თუ რა იქნება თუ როგორ იქნება, თლას რო გადადგეს, მთავრობა ქვეყანაში კრიზისი არ იქნება. ეს ერთი. და თავისთავად ხალხი, დაჩაგრული ხალხი, რომელსაც გაიხედავს იქეთ ეკლესიაში წავა, ყანდური დახვდება, აქ წამოვა, კაციშვილი პატრონი ნახავს, მფარველი და რეალური ხალხის ომბუდსმენი და დამცველი ეყოლება მეფე. მეორე, რომელსაც უფრო მთავრად ვთვლი მე. ჩემი შეხედულება არის ამ საკითხთან დაკავშირებით რა. სამეფოს ფორმა მისცემს საქართველოს საშუალებას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის. მაგაზე გვიწოდა ახლა მე საუბრობ.